NASA-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნა. კერძოდ, შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მისია ოსერის რექსის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნეს, რასაც დიდი ხანით ცდილობდნენ. საქმე ისაა, რომ მოპოვებული მასალის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებს გარედან ხელთათმანებით უწევდათ მუშაობა და მხოლოდ წინასწარ დაშვებული ხელსაწყოების გამოყენება შეეძლოთ. მათი მეშვეობით კი ტანკ-3-ის სახელით ცნობილი მექანიზმის 35 მომჭერიდან 2 ვერ გაიხსნა. ამიტომ სხვა ინსტრუმენტების დამზადება გახდა საჭირო. ისინი მტკიცე უჟანგავი და არამაგნიტური ქირურგიული ფოლადისგან უნდა გაეკეთებინათ. ამის გამო კაფსულის გახსნის სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დროებით შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში დამზადდა და გამოიცადა ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც საბოლოოდ 11 იანვარს სათავსოს ხუფი მოხსნეს. ეს ასტეროიდი ჩვენი მზის სისტემის ფორმირების დროინდელია და ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მათი გამოკლების გზით შესაძლოა დედამიწისა და მისი მეზობელი პლანეტების ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ. ეს ნიმუშები სპეციალურ ჭურჭელში მოათავსეს, აწონეს და ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში წაიღეს. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მასალის მინიმალურ ზღვრულ ოდენობად 60 გრამი იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ კაფსულის ზედა ნაწილიდან 70.3 გრამი ამოიღეს. ახლა მას უშუალოდ ტანკ-3-ში არსებული ფრაგმენტებიც ემატება. როგორც ცნობილია, სააგენტო ამ მატერიის 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, 5%-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას მეცნიერები შეისწავლიან. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.